ეხლა რაც შეეხება ამ ავტომობილის ამჟამინდელ მდგომარეობას. ეს არის ყველაზე საინტერესო და აგიხსნით რატოა ყველაზე საინტერესო. ანუ ამჟამინდელ მდგომარეობაში სურათებს რო შევხედავთ, შეხედენ? ძალიან მარტივი რაღაც უნდა გაჩვენოთ. სურათს რო შევხედავთ, ჩავთვლით რომ ეს ავტომობილი მიდიოდა რაღაცას გაუსვა და მაგიტო მოხდა აუქციონზე, მაგიტო გატოტალდა და მოხდა აუქციონზე. ამის ძველი ისტორია რო არ ვიცოდეთ, ამ ავტომობილზე ვერც ვიფიქრებთ რომ რაიმე მსგავსი ჭირდა. მოკლედ, შევხედავთ და გონია რომ ავტომობილი უბრალოდ გასმულია და მაგიტო არის დაზიანებული. ამ დროს ერთ საინტერესო რაღაცას გაჩვენებთ ახლა. ამ ავტომობილში ალაგია ესეთი სკამები ესეთ მდგომარეობაში, ანუ საიდანღაც ნაყვინთავებ გაუბედურებული სკამები არის ამ ავტომობილში ჩალაგებული და ყველაზე მთავარი რაც არის, ეს ავტომობილი ამ 2 წლის განმავლობაში საერთოდ არ განძრეულა. 1 კილომეტრიც არ გაუვლია აბსოლუტურად, ანუ საერთოდ არცად არ წასულა და ამ დროს დაზიანებაში უწერია წინა ნაწილი ამ ლოტზე, გასაღები აქვს და სტატუსი უცნობია. ანუ იქოქება დადის და ასე შემდეგ სტატუსი არ ვიცით, გასაღები ავტომობილის აქვს და წინა ნაწილი და გვერდია დაზიანებული. ან დაზიანებაში ეგ უწერია, საერთოდ არ არის არსად მოხსენიებული, რომ ავტომობილი არის ნაყვინთავები და რომ 2024-ში როცა გაიყიდა ეს ავტომობილი, დღემდე 1 მილიც არ აქვს გავლილი ავტომობილის. ანუ ეს ავტომობილი ადგილიდან ისე არასდროს არ განძრეულა, ისე დაიმტრა. არასდროს არსად არ წასულა. თავისით ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგია, ისე ეს ავტომობილი დამტრეული.